საქართველოს შავი ზღვისპირეთი, ჩვენი ბათუმი. ეპოქალური მრავალფეროვნების მიუხედავად, დიდი საზღვაო ტრადიციებით ცნობილი ამ ქალაქის ისტორია და უახლესი წარსული მრავალი ცნობილი ზღვაოსნის სახელს უკავშირდება და მას არაერთი სახელოვანი ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტნის ბიოგრაფიაც ამშვენებს. სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ქვეყნის საზღვაო კარიბჭედ სახელდებული ბათუმი დღესაც უპირატესად მეზღვაურთა ქალაქია. ეს საარქივო კადრები, რომლებიც ქართულ ტელეკინომატიანეს შემორჩა და ახლა ექსკლუზიურად ვიყენებთ ამ ფილმში, წარსულშია გადაღებული. მე-20 საუკუნის მიწურულს, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ ქუთაისზე. იმ დროს, როცა ჩვენს ქვეყანას ჯერ კიდევ ყავდა საზღვაო ფლოტი და ქართული დროშის ქვეშ მცურავი გემები. ეს ამ გემის ეკიპაჟის წევრები არიან: შტურმანები ლევან მჟავია და ოთარ ვარშანიძე, მექანიკოსი გენო შერვაშიძე, მოტორისტი სოსო ჩხაიძე და მზარეული გელა ბერძენიშვილი. ეს გემის კაპიტანი ანატოლი კუჩერენკოა, ეს კი მისი უფროსი თანაშემწე დავით ჯორთმენაძე გახლავთ. ჩვენი ამ ფილმის გმირი. შემდგომში თავად კაპიტანი, იგი სწორედ იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელიც სახელოვან ქართულ საზღვაოსნო ტრადიციებზე აღიზარდა და რომლის საქმიანობა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პროფესიონალი და ნაღდი მეზღვაური. დავით ჯორთმენაძე, კაცი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფათერაკებიან შორეულ ნაოსნობებში გაატარა. გადასერა თითქმის ყველა ზღვა, მოიარა მრავალი კუნძული, ქვეყანა და საზღვაო პორტი და სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია, რადგან საკუთარი საქმის აკეთებელი მას მხოლოდ ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში ეგულებოდა. უყურებ ამ კადრებს, ათვალიერებს საოჯახო ალბომში შემორჩენილ ამ გახუნებულ შავ-თეთრ ფოტოებს. ისმენ ახლობლების, მეგობრებისა და კოლეგების მოგონებებს და ხვდები, რომ მის მიერ ღირსეულად განვლილი ცხოვრება, კაცურკაცობა და ხსოვნა წლების მანძილზე არ იშლება თანამედროვეთა მეხსიერებიდან. ვისმენთ მოგონებებს, ვათვალიერებთ ფოტოებს და ვრწმუნდებით, თუ როგორი ნაყოფიერი და მრავალმხრივი საქმიანობით უცხოვრია დავით ჯორთმენაძეს. ამიტომ შეუძლებელია ამ პიროვნების ხსოვნისადმი განსაკუთრებული მოწიწებით არ განეწყოთ და მის მიერ განვლილი ცხოვრებისადმი ინტერესი არ გაგიჩნდეთ. გულგრილი ვერც ჩვენ დავრჩით და სწორედ ეს მოცემულობა იქცა მის შესახებ დოკუმენტური კინოპორტრეტის შექმნის მოტივად. მოგითხროთ ადამიანზე, რომელმაც ხმელეთზეც და ფათერაკიან ზღვაშიც ერთგულად ემსახურა საქმეს საკეთებელს, რომელიც ოდესღაც აირჩია საკუთარ პროფესიად. ეს ფილმი ნაადრევად გარდაცვლილი ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტნის დავით ჯორთმენაძის, სიცოცხლის, ადამიანების, ოჯახისა და რაც მთავარია, ზღვის სიყვარულით მარადისობაში წასული კაცის ხსოვნას ეძღვნება. მომავალი კაპიტანი დავით ჯორთმენაძე ქედის რაიონში, მდინარე აჭარისწყლის პირას მდებარე ამ ულამაზეს სოფელ დანდალოში დაიბადა. დანდალო პირველად მე-16 საუკუნეში
სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სამრევლოების აღწერილობათა წიგნშია მოხსენიებული. იმ დროიდან აქ მცხოვრები ჯორთმენაძეები, რომელთა უწინდელი გვარი ქართველი შვილი ყოფილა, გურჯიოღლებად იწოდებოდნენ. ჯორთმენაძე კი მათთვის მოგვიანებით შეურქმევიათ. იდგა 1945 წლის 1 მარტი და სწორედ ამ დღეს, გაზაფხულის პირველ დღეს, აბას ჯორთმენაძისა და როხსეთ სურმანიძის მრავალშვილიან ოჯახს ამ გვარის ნაფუძარზე კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა, რომელსაც დავითი დაარქვეს და რომელსაც განგება სამომავლოდ მეზღვაურობას უქანდა. სწრაფად გაირბინეს მომავალი კაპიტნის მიერ დანდალოში გატარებულმა ადრეულმა დღეებმა და წლებმა. მისი უდარდელი ბავშვობისა და სიყმაწვილის ამბები კი დავითის თანატოლებისა და მეგობრების მეხსიერებას დღემდე ხალისიან მოგონებებად შემორჩა. ეხლა მე რომ მაგაცის მოგონებები დავიწყო, მე მგონი ერთი თვე არ მეყოფა. ყველა რო გევიხსენო და ყველა ველაპარაკო. ერთი თვე, იმიტომ რომ ჩვენ აკუნდან რო გადმივედით და ფეხი ავიდგით, იქიდან ის სანამ წავიდო ამ ქვეყნიდან ერთად ვიყავით. ერთმანეთის გარეშე ჩვენ არაფერი არ გაგვაჩნდა. ხო წევიჩხუბებოდით, ხო იცი ბავშვები. წევიჩხუბებით და დავემდურებოდით, ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. და მოვიდოდა მაინც ვერ ვძლებდით ერთმანეთის გარეშე. არ დევილაპარაკოთ და ისე ვითამაშოთ. ისევ თამაშობდით. ლაპარაკის გარეშე. ბავშვობაში რომელ ყმაწვილს არ უოცნებია ემოგზაურა. გადაელახა ზღვები, ოკეანეები და მოენახულებინა უცხო ქვეყნები. და რადგან მას ამ მთებს გადაღმა სხვა ეგულებოდა, სხვა პროფესიაზე არც კი უფიქრია. მეზღვაურობა ჯერ კიდევ დანდალოს თემის სოფელ გოგიაშვილების საშუალო სკოლაში სწავლისას გახდა დათო ჯორთმენაძის გააზრებული პროფესიული არჩევანი. დათოს თავიდანვე დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ის გამხდარიყო შორეული ნაოსნობაში წასულიყო და გამხდარიყო გემის კაპიტანი. მაგრამ მაშინ ჭირდა ეს ყველაფერი სწავლა, ფული იყო, რაღაცა იყო და მისმა ძმამ, ბატონმა ხემიდმა ხელი შეუწყო, რომ ნამდვილად ესწავლა და გამხდარიყო ის გემის კაპიტანი და კიდეც გახდა. როცა სკოლას მომთავრებთ, მან გადაწყვიტა, რომ საზღვაო სასწავლებელში უნდა წასულიყო. მათემატიკაში მე მაშინ ძლიერი ვიყავი და ვეხმარებოდი მათემატიკებში, რომ ესე იგი ჩაებარებია და ჩააბარა მართლაც. პირველ წელს მე ეწყო და დაიწყო მისი კარიერა იმ დღიდან. 1964 წელს დავით ჯორთმენაძემ წარმატებით ჩააბარა მისაღები გამოცდები და იგი ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემწამყვან საშტორმანო ფაკულტეტის კურსანტი გახდა. ამ სასწავლებელში მოხვედრა, რომელსაც იმ დროს ლეგენდარული იაკობ ოგანეზოვი ხელმძღვანელობდა, უკვე დიდ წარმატებას ნიშნავდა. მისი კურსანტობა კი თავმომწონე ხმაწვილებისათვის საამაყოც გახდათ. სასწავლებელში მისულს იქ უცხო ვითარება, კაცრი შინაგანაწესი და დისციპლინა დახვდა. ამის მიუხედავად დათომ მზად იყო ყველა გამოცდისათვის გაეძლო და თავიდანვე აუღო ალღო მომავალ პროფესიას. ზოგად საგანმანათლებლო საგნებთან ერთად სასწავლებლის კაბინეტებსა და ლაბორატორიებში განსაკუთრებით საინტერესოდ მიმდინარეობდა სწავლება საზღვაო დისციპლინებში, რომლებსაც მიხეილ დვოროვენკო, თამაზ მხეიძე, გენადი შურიგინი და სხვა ღვაწლმოსილი პედაგოგები უძღვებოდნენ. მოთხოვნები მკაცრი იყო, თუმცა დავით ჯორთმენაძე და მისი თანაკურსელები დურსუნ ცინცაძე, პანაიოტ ლოგინოპულო, ალიოსმან მიქელაძე და სხვები, რომლებიც შემდგომში ასევე ცნობილი კაპიტნები გახდნენ, დიდი მონდომებითა და გულმოდგინედ ეუფლებოდნენ ზღვაოსნობის ანაბანასა და საზღვაო ნავიგაციის საფუძვლებს. თეორიული ცოდნის გაღრმავებისა და საზღვაო საქმის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით კურსანტებს სასწავლო პროცესის ფარგლებში შორეულ ნაოსნობაში წასვლა და საზღვაო საცურაო პრაქტიკები ელოდათ. ასე და ამგვარად იწყებოდა საზღვაო რომანტიკით გულანთებული ხმაწვილის ოცნებების ახდენა და მომავალი შორეული ნაოსნობის კაპიტნის რთული, ფათერაკიანი და ნაღდი მეზღვაურული ცხოვრება. 1965 წელს ჩვენი ფილმის გმირს პირველად მოუწია გემზე წასვლა. ეს იყო ზღვასთან, მის თავისუფალ სივრცესთან, შეუცნობელ და ფართო ჰორიზონტებთან დავით ჯორთმენაძის პირველი შეხება. ის და მისი თანაკურსელები საწვრთნელ გემ ჰორიზონტზე მოხვდნენ.
ჰორიზონტი იმ დროს ახალგაზრდა საზღვაოსნო კადრების სამჭედლოს წარმოადგენდა და გემწამყვანი სპეციალობის დაუფლებასთან ერთად მომავალმა კაპიტანებმა სწორედ ამ გემზე შეიძინეს საზღვაო ხომალდის დამოუკიდებლად მართვისა და კაპიტნობისათვის აუცილებელი პროფესიული ჩვევები და თვისებები. სწრაფად და ნაყოფიერად გაერბინეს საზღვაო სასწავლებელში გატარებულმა წლებმა. მისი დასრულებისთანავე 1968 წელს დათო ჯორთმენაძემ ზღვაში პროფესიული საქმიანობა თავდაპირველად მატროსად ბათუმში ახლად დაარსებულ საქართველოს საზღვაო სანაოსნოში დაიწყო. მისი პირველი გემი კი ფინეთში აგებული ტანკერი ალექსინი იყო, რომელსაც იმ დროს ცნობილი ოდესელი კაპიტანი ედუარდ სუდარჩიკოვი მეთაურობდა. ზღვაში პირველი გასვლისთანავე გემი ძლიერ შტორმში მოჰყვა. დავითი სწორედ მაშინ მიხვდა, რომ რიგითი მეზღვაურობაც კი სულაც არ იყო უბრალო საქმე. თუმცა წინააღმდეგობებისა და დაბრკოლებების დაძლევას ჩვეულს უკან აღარ დაუხევია. თვე-თვეს მისდევდა. ხანგრძლივი რეისები კი ერთმანეთს ცვლიდნენ. 1970 წელს დავით ჯორთმენაძე შორეული ნაოსნობის შტურმანად დაამტკიცეს და იგი ტანკერ ალაგირის კაპიტნის მესამე თანაშემწედ დაინიშნა. არანაკლებ მნიშვნელოვანი ამბავი ჩვენი ფილმის გმირის პირად ცხოვრებაშიც მოხდა. მორიგი შვებულებით ზღვიდან ნაპირზე დაბრუნებულმა მომავალი მეუღლე და მისი შემდგომი ცხოვრების თანამგზავრი ეთერ ბოლქვაძე გაიცნო. ეს ყველაფერი დაიწყო 1970 წლის ნოემბრის თვიდან. როგორც კი შევხედე, ხო, იმ წუთში ვიფიქრე, რომ ეს ის არის, ვინც მე გამომადგება ცხოვრებაში და ნამდვილად არ შევცდარ. მე პატარა ვიყავი მაშინ 18 წელი, შემისულდა 14 ნოემბერს და 19 დეკემბერს ქორწილი ვქონდა. გემზე რომ მიდიოდა, გიჟდებოდი, ღამეები არ მეძინა, ძალიან ნერვიულობდი. იმდენად შეჩვეული ვიყავი და იმდენად მიყვარდა, რომ არ შემეძლო მის გარეშე ყოფნა. პირველად გემზე ამიყვანა ახალციხეზე. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ ახალციხეზე დავით ჯორთმენაძემ მომდევნო რამოდენიმე წელი გაატარა. გემს იმ დროს უკვე სახელოვანი კაპიტანი შოთა შინდაბორიძე მეთაურობდა, რომლისგანაც ახალბედა შტურმანმა ბევრი რამ ისწავლა და 1973 წელს იგი ამავე გემზე გახდა მისი მეორე თანაშემწე. ფინეთში აგებული ამ ტიპის ტანკერები, როგორც წესი, ეგრეთ წოდებულ თაიმ ჩარტერებში მუშაობდნენ და კუბის გარშემო, ჰავანის, სანტიაგო დე კუბას, ნუევიტასისა და სხვა პორტებში 6 თვიან ნაოსნობაში ეწეოდნენ ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას. წელი წელს მისდევდა. ამასობაში ხანგრძლივი შორეული ნაოსნობიდან მობრუნებულ ჩვენი ფილმის გმირს 1973 წელს ჯერ უფროსი ვაჟი, მამუკა, 1975 წელს ირაკლი, უფრო გვიან კი 1986 წელს უმცროსი დათუნა შეეძინა. ხოდა წლების მანძილზე თვეობით მეუღლის ზღვაში ყოფნისას, როგორც მის ერთგულ ზურგს, სწორედ ქალბატონ ეთერს უხდებოდა ოჯახზე და შვილების აღზრდაზე დამოუკიდებლად ზრუნვა. იყო მუდმივი განშორებები, მონატრება და მოლოდინი. იყო ხანგრძლივი შორეული ნაოსნობიდან შინ დაბრუნება. ოჯახთან და ახლობლებთან კვლავ შეხვედრის სიხარული. ნაპირზე ხანმოკლე შვებულება და როგორც ნაღდ მეზღვაურებს ჩვევიათ, კვლავ ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში. ჩვენ ახლა 3 ვაჟი ყავდა და 3 ვაჟის გაზრდა ქალაქში ძალიან რთულია, რომ აი ყველა სკოლაში უნდა წაიყვანო თუ ბაღში, თუ წრეებზე, თუ რაღაცა. ამ ყველაფერს ვახერხებდი, არაფერს არ ვუტოვებდი, ჩემს მეუღლეს როცა ბრუნდებოდა, აბსოლუტურად ვაწესრიგებდი, რომ გამომენ თავისუფლებინა, დაესვენა და ისევ წასულიყო ზღვაში. მომდევნო წლებში დავით ჯორთმენაძე კაპიტნის მეორე თანაშემწედ ცურავდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე, ახალციხეზე, დროგობიჩზე და ანაპაზე. კაპიტნის მეორე თანაშემწე, რომელსაც უკვე საკმარისი საზღვაო სანავიგაციო გამოცდილება გააჩნდა, ამ გემებზე საქმიანობისას საუკეთესო პიროვნული თვისებებიც წარმოაჩინა. ეკიპაჟების წევრებს შორის მალევე მოიპოვა ავტორიტეტი და რაც ზღვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
სანდო და საიმედო კაცის სახელიც დაიმკვიდრა. მე რო გავყევი კაპიტნის თანაშემწე იყო მესამე. მე ძალიან მალე მეორე თანაშემწე გახდა და 1 წლის მერე თუ რაღაცა უფროსი თანაშემწე. წარმატებული პროფესიული წინსვლის გზაზე მდგარ ჩვენი ფილმის გმირს. მალე სანაოსნოს ხელმძღვანელობამ ნდობა გამოუცხადა და 1980 წელს დავით ჯორთმენაძე კაპიტნის უფროს თანაშემწედ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ერთ-ერთ საუკეთესო ტანკერ ქუთაისზე დაამტკიცა. გემზე, რომელსაც წარსულში ანტარქტიდის ლეგენდარული ვეშაპჯერი ფლოტილიის სლავას შტურმანი, იმ დროს კი უკვე სახელმოხვეჭილი კაპიტანი და არაჩვეულებრივი პიროვნება, წარმოშობით თბილისელი ედუარდ ჟუკ-ტრიპოლიტოვი მეთაურობდა. ჩვენი გაცნობა და ურთიერთობა კაპიტან დავით ჯორთმენაძესთან საქართველოს საზღვაო სანაოსნოში ერთობლივ საქმიანობას უკავშირდება. მე მოხარული ვიყავი, როდესაც იგი ჩემს უფროს თანაშემწედ დაამტკიცეს ტანკერ ქუთაისზე. მაშინ მას გაუმართლა. ეს იყო მაღალ ავტომატიზირებული გემი. მანამდე ის შედარებით მცირე ზომის, მაკაცარიასა და აქტაუს ტიპის გემებზე ცურავდა. 4 ხანგრძლივი ჩარტერული რეისი უკვე შესრულებული ჰქონდა კუნძულ კუბაზე და ესპანური იცოდა დარჩენია. სრულყოფილად ფლობდა ესპანურ ენას. თავადაც უხაროდა ჩვენთან რომ მოხდა, რადგან ქუთაისი სანაოსნოს ერთ-ერთი საუკეთესო გემი იყო. დათო ჯორთმენაძე ჩვენ გემზე მოვიდა 80-იან წლებში, უფროსი თანაშემწე იყო და ესე იგი ძალიან დიდი სიყვარული დაიმსახურა მთელ ეკიპაჟში. მარტო მეთაურებში კი არა, რიგით მეზღვაურებთანაც ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. გარდა იმისა, რომ მე კმაყოფილი ვიყავი ასეთი განათლებული და უნარიანი თანაშემწით, რომელიც ეხმარებოდა და თავის მხრივ მეთაურობდა მთელ საშტურმანო შემადგენლობას, ის ასევე დამსახურებული ავტორიტეტით სარგებლობდა ეკიპაჟის დანარჩენ წევრებს შორისაც. წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს და სანიტარული მდგომარეობით დაწყებული ეკიპაჟის კვებით, შრომისა და დასვენების პირობებით დამთავრებული გემი ყოველთვის წესრიგში ყავდა მოყვანილი. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მეზღვაურის ცოლობა ცხოვრების განსაკუთრებული წესი, ერთგვარი პროფესიაა. მყარი და მოსიყვარულე ოჯახი კი მეზღვაურის საიმედო ზურგია. ცხოვრების განსაკუთრებული წესია და დიდი პასუხისმგებლობა. იმიტომ რომ შეიძლება 6 თვე, 7 თვე საერთოდ ვერ ნახო ქმარი. სახლში კი არა, პორტშიც. იყო ასეთი შემთხვევები, რომ მიდიოდა 6 თვეს ვერ ვნახულობდი. იქ შვილებზე ზრუნვა, ოჯახზე, აბსოლუტურად ყველა ქალიც ხარ და კაციც რა. ასე გამოდის. მაგრამ ამ ყველაფერს თუ კარგი მეუღლე ყავს, დიდი სიხარულით, სიყვარულით აკეთებ. და იცი რომ აი მოვა ერთი დღე რომელიღაც პორტში შეხვდები და ამაყად მიდიხარ. ყველაფერი რომ მოწესრიგებული გა. ოდესაში, ილიჩოვსკში ხშირად, ტუაფსე, ნოვოროსიისკი, პრიბალტიკა, ვენსპილსი, კლაიპედა, იქ თვეობით ცხოვრობდი, იმიტომ რომ როტერდამი, ამსტერდამი ერთკვირიანი ის იყო და აი მასთან შეხვედრის მოლოდინი მაბედნიერებდა. რომ ვიცოდი რომ შევხვდებოდი, ჩაუყვანდი შვილებს, ვანახებდი. ბავშვობაში ახლა ძირითადად ახლა მამაჩემი სულ ზღვაში იყო, პატარა დედასთან ვიზდებოდი მე. რა, როდესაც ჩამოდიოდა დაუშვათ ფეოდოსია, ნავარასცისკში, ტუაფსე, სულ დავყავდი დედაჩემს ბავშვობაში. უშუალოდ ეს იყო აღაჩემთვის დიდი სიხარული იყო, იმიტომ კაცი ამდენი ხანი წასული იყო სხვაში, მამა გენატრება, წამიყვანდა სულ ახლა რესტორანში არ შეიძლებოდა ბავშვი შეშვება. ნუ მაინც იქ რაღაცას ახერხებდა და აი როგორც კაცები ისე დავждდეთ და ვიკეიფოთ. და ასე ვართოვდით რა ერთმანეთს. კარგი ადამიანი იყო. როგორც მეზღვაური იგივე შემიძლია გევიმეორო, რომ როგორც მეზღვაური ძალიან კარგი მეზღვაური იყო და როგორც ოფიცერი იგივე შემიძლია კიდევ თქვა, რომ ესე იგი არასდროს არ გაგზნობიებდა, რომ ის არის მაღალი რანგის ოფიცერი. ყოველთვის პატარასთან პატარა იყო, მოტორისთან მოტორისტი იყო, მატროსთან მატროსი იყო, ყველა ცდილობდა, რომ
რამე დავალებას რომ მოგწევდა, ის დავალება შეესრულებიათ 5 ამზე. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავით, რომ მოვიდა ასეთი დიდი გამოცდილების მქონე, არა მხოლოდ კაპიტნის უფროსი თანაშემწე, შტურმანი და მეთაურ ხელმძღვანელი, არამედ უპირველესად პიროვნება, რომელსაც პატივს სცემდნენ, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და ყოველთვის ყველას ეხმარებოდა. გემბანზე მიმდინარე სამუშაოებისას იგი არც მატროსების მიშველებას თაკილობდა. მე კი გვერდით მეგულებოდა ასეთი შტურმანი და უფროსი თანაშემწე, ჩემი მარჯვენა ხელი. ის გახლდათ კარგი მეზღვაური, ნაღდი კაცი და მეგობარი. ჩემთვის კი ისეთი უფროსი თანაშემწე, რომლის იმედი ყოველთვის მქონდა. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მოქმედი კაპიტნების უმრავლესობას შეუმჩნეველი არ დარჩენიათ პროფესიონალიზმით გამორჩეული შტურმანი. ამიტომ ბევრი მათგანი ცდილობდა უფროს თანაშემწედ სწორედ დავით ჯორთმენაძე ეხმოთ, რადგან სჯეროდათ მისი გამოცდილების და კაცობის. კაპიტნებთან მიმართებაში კი ბატონ დავით სწორედ რომ უმართლებდა. მას ხომ სხვადასხვა დროს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე, დროგობიჩზე, კაპიტან მაკაცარეაზე, ქუთაისზე, კომანდარ მფეთკოზე, გენერალ მერკვილაძეზე ისეთი კაპიტნების გვერდ უწევდა საქმიანობა, როგორებიც იყვნენ ედუარდ სუდარჩიკოვი და შოთა შინდაბორიძე, ედუარდ თარბა და ვაჟა ჭარხალაშვილი, ანატოლი ჭარბაძე და ედუარდ ჟუკტრიპოლიტოვი, რომლებსაც ეიმედებოდათ მისი, რადგან ხედავდნენ, რომ უფროსი თანაშემწე წარმატებით უმკლავდებოდა საშტურმანო მოვალეობებს და უფრო მეტიც ხიდურაზე მდგარს უკვე შეეძლო სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. დგებოდა დრო, როდესაც ჩვენი ფილმის გმირი თავად უნდა გამხდარიყო ნომერი 1 ხიდურაზე, კაპიტანი. გემის კაპიტნობა ასე ხო არ ხდებოდა. ჩამოვიდოდა ბათუმში, წავიდოდა ნოვოროსიისკში, რომ იქ გადამზადებული იყო. ჩავიდოდა ოდესაში, იქ საზღვაო სასწავლებელი იყო. იქ კურსებს გაივლიდა და მერე წავიდოდა იმაში ნოვოროსიისკში და იქ აბარებდა კიდე გამოცდებს გემის კაპიტანი როგორ მოხდა და კიდეც გახდა. დავითი უკვე ფლობდა ინჟინერ-გემწამყვანის დიპლომს. ხელთ ჰქონდა რამოდენიმე ავტორიტეტიანი კაპიტნის დახასიათება რეკომენდაცია და შეიძლება ითქვას, რომ კაპიტნობამდე მას 5 წუთი რჩებოდა. თუმცა იმდროინდელი წესის მიხედვით, შორეული ნაოსნობის კაპიტნად იგი საზღვაო ფლოტის საკავშირო სამინისტროს კოლეგიაზე უნდა დაემტკიცებინათ. გინდა ხო ძალიანო? კი მეთქი ძალიან მინდა მეთქი მეუთხე რატოცა მოიყვანა გურამ კონცელიძე აქ მთელი საბუთები, წავიდა რაღაცა გაიარა მეორე დღეს, მესამე დღეს მე მითხრა მივფრინავთ მოსკოვში. რა გინდა მოსკოვში? კაპიტნობაზე ვაბარებ. წინვალე ჩააბარა, ჩამოვიდა და პირველი იყო რომ ჟუკტრიპოლიტოვის შეცვალა ქუთაისს. ნუ ერთის მხრივ რომ ასეთი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა, მეორეს მხრივ რომ იყო ასეთი კარგი, ესე იგი გემწამყვანი, დაფასებული, ყველასთვის საყვარელი ადამიანი, სწორედ ამ თვისებებმა განაპირობა, რომ ბატონი დავით ჯორთმენაძე გახდა შორეული ნაოსნობის კაპიტანი. არაფერი არ შეცვლა მაშინ, იმიტომ რომ მაშინაც უფროსი თანაშემწე რო იყო, ის კაპიტანი იყო უკვე ჩამოყალიბებული. უბრალოდ კაიუტა შეიცვალა. დათო იყო რომ გადაყავდა, გავიდოდა რეიდზე, შემოვიდოდა, ის იყო შინაგანათაც, ტვინითაც, სოგნითაც კაპიტანი. არაფერი არ შესულა. ამასობაში საბჭოეთის დაშლა დანგრევა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს საქმიანობაზეც აისახა. ტანკერების საუკეთესო ნაწილი ერთობლივ და უცხოურ სანაოსნო კომპანიებს გადაეცა მართვაში და ასობით ქართველ მეზღვაურს სწორედ ამ გემებზე მოუწიათ საქმიანობის გაგრძელება. ამ პერიოდს უკავშირდება მნიშვნელოვანი ეტაპი დავით ჯორთმენაძის პროფესიულ საქმიანობაშიც. 1993 წელს მან კაპიტან ავთანდილ ქვარიანისაგან ყოფილი ქართული ტანკერის ანაკლიას, იმ დროს კი უკვე ინგლისურ-ქართული ერთობლივი სანაოსნო კომპანიის მფლობელობაში მყოფი და სახელგადარქმეული თამარის მეთაურობა ჩაიბარა. ამიერიდან გემის მართვასთან ერთად სანაოსნო კომპანია კაპიტანს პორტებში მოლაპარაკებების წარმოებასა და ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტზე ხელმოწერასაც ანდობდა. შეიძლება ითქვას, რომ სამეთაურო საგემწამყვანო მოვალეობებთან ერთად კაპიტანი იმავდროულად მენეჯერიც გახდა. ხო და შემთხვევითი არ იყო, რომ ლონდონში განთავსებული ქართულ-ინგლისური სანაოსნო კომპანია
ანგლო-ჯორჯიან შიპინგის ხელმძღვანელობამ სწორედ დავით ჯორთმენაძეს, როგორც გამოცდილ ინჟინერ გემწამყვანს 1995 წელს საუკეთესო ტანკერ გელოვანის კაპიტანობასთან ერთად ამ გემის მენეჯმენტიც ანდო. წინამორბედი კაპიტანისაგან ყოფილი ქართული მარშალ გელოვანი, იმ ხანად კი უკვე სახელგადარქმეული გელოვანი ამგვარ სავალალო მდგომარეობაში გადმოიბარა. სულ მალე კი მან და მისმა ეკიპაჟმა ტანკერი ასეთ ჩინებულ ფორმაში მოიყვანა. გამოხდა ხანი, დრო და ვითარება შეიცვალა. საქართველოს საზღვაო სანაოსნო დაიშალა. იმ დროისათვის მე უკვე უცხოურ კომპანიიდან ბერძნული გემის კაპიტანად ვცურავდი და კარგად მახსოვს მონტენეგროს პორტ ბარში პრეიდზე დგომისას იქვე სიახლოვეს მდგარი ჩემი ყოფილი გემიდან მარშალ გელოვანიდან რადიოტელეფონით უცნობი დამიკავშირდა. დავინტერესდი ვინ მკითხულობდა. დათო ჯორთმენაძე ვარ, თქვენი ყოფილი უფროსი თანაშემწე. ამჟამად თქვენს ყოფილ გემ გელოვანზე ვარ კაპიტანად. შემთხვევით შევიტყვე აქ რომ ხართ, შემოგეხმიანეთ და მოგიკითხეთ. გამიხარდა. მე მაშინ დათოს მივულოდზე. უთხარი რომ მოხარული ვიყავი, რადგან მან მიაღწია დასახულ მიზანს, რაც სურდა და საბოლოოდ გახდა კაპიტანი. ეს ეგრეთ წოდებული პერესტროიკა რომ მოხდა, რა თქმა უნდა, სანაოსნოს ცუდი იყო იმისთვის, მაგრამ ჩემთვის როგორც მეზღვაურის მეუღლისთვის ძალიან კარგი იყო. რადგან გამეხსნა გზა, ყველგან დავფრინავდი. ესპანეთში ვხდებოდი, ინგლისში, ლონდონში ჩავფრინდი. არ ყოფილა წელიწადი, რომ მასთან ერთად 3 წელი ზღვები, ოკეანეები სადგინდა რომ არ ყოფილიყავი. ცოტა მაკვდა რომ გემის კაპიტანი მეც გავხდარიყავი. ინგლისში თავისუფლად შეგვეძლო აი ესპერო იყო და მაშინ თხოვდნენ. და მე მინდოდა დავრჩეთ დათო ახმეტი. არაო, მითხრა. მე ჩემი ბათუმი რო არ ვნახო, ჩემი სამშობლო რა მინდა აქ ინგლისში ვის უნდა უყურო. და რო ჩამოდიოდა და ეკითხებოდნენ, დათო რომელი ქვეყანა არის ყველაზე კარგიო, რომელი მოგწონს, არ დაფიქრდებოდა ისე ეთქო და დანდალო. ბატონი დავითი უპირველესად საკუთარი შვილებისთვის გახდათ სამაგალითო პიროვნება, უპირველესი დამრიგებელი და სწორედ ამან განაპირობა კიდეც მათი სამომავლო პროფესიული არჩევანი. უფროსმა და შუათანავაჟებმა მამუკამ და ირაკლიმ ტრადიცია გააგრძელეს და ორივე მეზღვაური გახდა. დღეს უფროსი ვაჟი მამუკა ჯორთმენაძე უკვე შორეული ნაოსნობის კაპიტანია. დაიმკვიდრა კიდეც თავის საერთაშორისო ნაოსნობაში და სახელოვანი მამის კვალზე დამდგარი კაპიტანი მამუკა ჯორთმენაძე სადღეისოდ სპარსეთის ყურის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამზიდავის არაბთა გაერთიანებული საემიროების სანაოსნო კომპანია ჰანან შიპინგის ტანკერ ნავარინოს ეკიპაჟს მეთაურობს. აი, როდესაც მე მოვინდომე ზღვაში წასვლა, მამაჩემი იყო ძალიან წინააღმდეგი, იმიტომ არც ერთ მეზღვაურს არ უნდა რომ შვილი ზღვაში გაუშვას. და მიუხედავად ამისა მე მოვინდომე, რომ მე ჩამებარებია საზღვაო აკადემიაში. დღეს ჩემო უფროსმა შვილმა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ბაბუას და ჩემ ყვალს გაყოლოდა. მანაც ჩვენაერად მომავალ პროფესიად მეზღვაურობა აიჩია. და სულ მალე ჩემი გიორგი, ჩემი შვილი შორეულ ნაოსნობაში ზღვაში წავა. ფილმზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა. მასში მონაწილეობაზე შეუთანხმდით კიდეც ჩვენი ფილმის გმირის შუათანავაჟს. თუმცა ამაოდ შორეულ ნაოსნობაში მიმავალი ირაკლი ჯორთმენაძის უეცარი გარდაცვალების გამო სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ირაკლის გარდაცვალება კი ტკივილიან და მოუშუშებელ იარად ექცა ოჯახსა და ახლობლებს. ეს ჩვენი ფილმის გმირის მესამე ვაჟი, დავით ჯორთმენაძე უმცროსი გახლავთ. პატარა ასაკის იყო მამა რომ გარდაეცვალა, თუმცა ახსოვს და დღემდე სიამაყით იხსენებს მის სახელს. ძალიან პატარა ვიყავი და ვიყავ 13 წლის, როცა დათო გარდაიცვალა. მისი დიდი სიტყვა დღემდე მახსოვს. მისი დიდი ავტორიტეტი რომელიც დღემდეა. 17 წლის გარდაცვალია მომეჩენა. დღემდე არის აქტიური ლაპარაკი, რომ ყველა მის საქმეზე რაც გაკეთებული აქვს რა. ვერ დგომა ადამიანი, არაფერში არ შეშლია რა. დუალო ახლა მამა ჩემია. ანუ ქალაქში მე ბევრს ვკითხოთ, ბევრი გვეტყვის რა. მის თაობის ხალხს უტრებით.
იყო მეორე სიკეთეა გაკეთებული. დავით ჯორთმენაძე უმცროსი, რომელიც სადღეისოდ ქვეყნის საჯარო სამსახურშია დასაქმებული, სულ ახლახან თავის რჩეულ გოგონაზე, ნანიკო კვერენჭხილაძეზე დაქორწინდა და ოჯახი შექმნა. ტრადიციულ ქართულ ქორწილში ბათუმის რჩეულმა საზოგადოებამ მოიყარა თავი. იყო ახალგაზრდებისადმი მილოცვები და მრავალი კეთილი სურვილები. ბუნებრივია ამ საზეიმო სუფრაზე ჩვენი ფილმის გმირი დავით ჯორთმენაძეც გაიხსენეს. ახლა სიმართლე რო გითხრა, ახლა რომ ვაპარაკობ ბიჭებს. იმიტომ რომ ნამდვილად მიყვარდა ეს პიროვნება. იცოდა მეგობრობა, იცოდა მეზობლობა, ძალიან უყვარდა ოჯახი, ძალიან უყვარდა მეუღლე. მაგას განსაკუთრებით აღნიშნა და შვილები თავისთავად, ახლა 3 შვილი ყავდა და წარმოიდგენ, დღეს რა დღესასწაულია დათვლო არა, როცა 3 შვილიდან პირველი ქორწილია მის ოჯახში, შვილების. ყველას დიდი მადლობა ჩემ მეუღლის გახსენებისთვის. ჩემთვის ის დღესაც ცოცხალია, ჩემს გვერდით არის, არც ერთი წუთი არ მივუწევებივარ. ამიტომ არის რომ ჩემი შვილები ასე ოჩაღად თავის გზაზე დგარან, იმან ყველაფერი გაუკეთა თავის შვილებს, დააოჯახა, დაასახკარა, ნაბოლარა დათუნა იყო პატარა და რაც უნდოდა მას, აი ტრადიციული ქორწილი გაუკეთე, ესეც იქედან მიკარნახა იმ ქვეყნიდან. სოუნა იყოს, არ დავიწყება იყოს, მუდამ ჩვენს გვერდშია და დიდი მადლობა ყველას ჩემ მეუღლის საფუძვლისთვის. სამწუხაროდ განგებამ ასე ინება, როცა ჩვენი ფილმის გმირ შვილების, მამუკას, ირაკლისა და დათუნას წარმატებებით, შვილიშვილებით, გიორგით, ლაშათი, პატარა ვატოთი და ეთოთი უნდა ეხარა, ბედმა სწორედ მაშინ უმუხტლა. 90-იან წლებში განუკითხაობის ქაოსში მოქცეული ქვეყნის ყოფა ჯორთმენაძეების ოჯახზეც საბედისწეროდ აისახა. ოჯახის უფროს საფიქრალი და სადარდებელიც ბევრი გამოჩნდა. პასუხისმგებლობიდან გაქცევა კი მას არ სჩვევოდა. კაცს, რომელსაც სხვა ვერ მოერია, განსაცდელი თურმე ნაპირზე ელოდა. შორეული ნაოსნობის კაპიტანი დავით ჯორთმენაძე ნაადრევად გარდაიცვალა 1998 წლის 18 სექტემბერს. ეს იყო, არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში 98 წლის 18 სექტემბერს მეც გარდავიცვალე. ცოცხალი დარჩი იმიტომ მხოლოდ რომ 3 შვილი მყავდა და შვილებზე უნდა მეპატრონა. წიგნი, რომელიც მე გამოვეცი გარდაცვლილი ბათუმელებზე, ძირძელ გარდაცვლილი ბათუმელებზე, იმდენი სიამოვნება მომიტანა ამ წიგნმა და იმდენ ახალ ადამიანთან შემახვედრა, რომ გაოცებული ვარ, ესე იგი, თავად გარდაცვლილებმაც უპატრონეს იქ თავიანთ სახელს და გვარს. ყველა იმ ადამიანების სახელებს, რომელიც ჩვენი ეროვნული თვალთახედვიდან და ეროვნული საწიერიდან ცნობილი ადამიანები იყვნენ. უამრავი კაპიტნები, უამრავი მეზღვაურები, უამრავი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად არიან ცნობილი, ძალიან კარგად არის ამ წიგნში მოქცეული. ძალიან სასიამოვნოა, რომ ბატონ დათო ჯორთმენაძეზეც მომიწია საუბარი და ისიც თავის მეგობრებთან მისი სული გაიხარებს, რომ მოვიხსენიებთ. ყველამ მითხრა, რომ აი ჩვენი იმედი იყო მეზობლებმა, ახლობლებმა, მეგობრებმა, დარჩენილმა მეგობრებმა, მეგობრების ოჯახებმა, რომ ეს კაცი, რომელიც ყველას ეხმარებოდა, ყველას სითბოს და სიკეთეს უნაწილებდა. ბატონი დათო ჯორთმენაძე და მე ერთად ვსწავლობდით საზღვაო, ერთად მოვეწყეთ და ერთად დავამთავრეთ. იყო ბრწყინვალე პიროვნება, იყო უბრალო ადამიანი, უყვარდა ზღვა და იყო ძალიან განათლებული და განვითარებული. ჩვენ დიდი ურთიერთობა ჰქონდა, ჩვენ ნოვოროსიისკში მუშაობის დროსაც კიდევ მეგობრობდით, რასაკვირველი აქ რო ვსწავლობდით, კიდევ მეგობრობდით და მე მიმაჩნია, რომ ძალიან კეთილი, წესიერი და თავდაბალი ადამიანი იყო. სხვათა შორის ძალიან კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა, არა მარტო აქ, აი ყველგან სადაც იყო. ძალიან პასუხისმგებლიანი, აი სუფთა იყო, ბუნებით, ნატურით იყო ძალიან სუფთა კაცი. მაგან არ იცოდა ისეთი აი მარცხნივ მარჯვნივ. პირდაპირ არაფერს არ გააკეთებდა ისეთს, რომ უკან მოსახედი არ ქონოდა. მე არსად წავსულ ვარ.
თქვენთან ვიყავი და ვიქნები. ვიქნები ისეთი, როგორიც დაგამახსოვრდით, როგორიც გტყიოდით და გიყვარდით. და მე, თქვენში დატოვებული მე, თქვენთან ერთად გავაგრძელებ სიცოცხლის სიყვარულს. თითქოს სადღაც შორიდან მოისმის დათო ჯორთმენაძის ხმა. ბევრი სახელი მიეცემა დავიწყებას. მათიც, ვინც მას დაუმსახურებლად გული ატკინა, ჩვენ კი გვჯერა, რომ გაივლის წლები და ბათუმში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ დავით ჯორთმენაძე. ემახსოვრებათ მის მიერ ღირსეულად გავლილი ცხოვრება, კვალად დარჩენილი ნათელი, მადლი და სიკეთე და რაც მთავარია ემახსოვრებათ სიცოცხლისა და ზღვის სიყვარულით მარადისობაში წასული კაცი. მთავარია ხსოვნა. უკვდავების ერთი ნიშანი, იმიტომ რომ მხოლოდ ხსოვნა არის უკვდავებისგან, სხვა არაფერი არ რჩება ამ მქონათ ადამიანებს, რომ გარდაცვლილსაც აქვს მომავალი გამხსენებელი თუ რჩება ვინმეო. Sweet